ახალი აღთქმა როგორია? ჩავდებ ჩემ რჯულს მათ გონებაში ტვინს უგულისხმობთ, ეს არის ჩვენი შემეცნების უნარი, მათ გულებზეც ასევე ჩვენი შინაგანი მისტიკური სიღრმე, როგორც ხშირად ვამბობ, აღთქმას როგორც რჯულს ჩავდებ მათ გონებაში და მათ გულებზე დავაწერ მას. აქ მინიშნება არის სწორედ უკვე შინაგან ცხოვრებას, როცა ადამიანი ღვთისტაძარი ხდება და სხვანაირად შეუძლებელია ქრისტეს ღმერთობის მიღება, სხვანაირად შეუძლებელია და ადამიანი იმ მდგომარეობიდან რომ აი ღვთის წინაშე დადიოდა, ანუ ღვთის წინაშე ცხოვრობდა და ღმერთი მის წინაშე იყო და თვითონ ღმერთის წინაშე და ღმერთის ერთგულებით ცხოვრობდა, აი ამ მდგომარეობიდან ხდება სხვა მდგომარეობაში მოყვანა ადამიანის, რომ ღმერთი შედის ადამიანში ახალი აღთქმის პერიოდში ღვთის განკაცების გამო, ამაზე ბევრი გვისაუბრია, აღარ გავაგრძელებ, რომ ღმერთმა რო ადამიანური ბუნება მიიღო, ადამიანური ბუნება განაღმთო და ღვთაებრივი თვისებების მატარებელი გახადა და გვიწილადებს ჩვენ ეკლესია არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელიც ქრისტეს მსგავსი ადამიანები არიან, ანუ მათი შინაგანი სამყარო იხსნება და მათში ღმერთი შეიძლება დამკვიდრდეს და ამაზეა საუბარი. ეს აღთქმა ქვის ფიცარზე დაწერილი და გარეგანის ჯული კი აღარ არის, არამედ ჩვენი გულის ფიცარზეა გამოწერილი ჩვენს გონებაში, ჩვენ შემეცნების უნარებში. ეს ნიშნავს იმას, რომ დაწყებული იქიდან რომ ჩვენ ქრისტეს ღმერთობის რწმენა გვაქვს, ყოველივე რასაც ჩვენ სულიერ ცხოვრებაში აღვასრულებთ, ის რომ ჩვენ ეკლესიაში ღმერთს ვხედავთ, ყოველდღიურობაში რომ ჩვენ მოტივირებული ვართ ღმერთი ვეძებოთ, ეს ყველაფერი არის მადლის შედეგი. მხოლოდ საღვთო მადლით ხდება. აი რომ წარმოვიდგინოთ, ჯვარი გვწერია, რომ უცებ მადლი რომ განგვეშოროს. ჩვენ საერთოდ რწმენას დავკარგავთ. ჩვენ ვეღარ დავინახავთ ეკლესიაში ღმერთს. ვეღარ დავინახავთ ზიარებაში, ევქარისტიაში ღმერთს. ვეღარც ლოცვაში. არც ღმერთზე ფიქრი აღარ მოგვინდება. ქრისტეს ღმერთობის რწმენასაც დავკარგავთ. გესმით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ რომ მადლი განგვეშოროს, ყველაფერი გაქრება ჩვენ. აი ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზია იმისა, რომ ჩვენ რწმენა რომ მივიღეთ, ეს რწმენა არის რაღაც ჩვენი დამსახურება ერთი და მე რაღაც სამუდამო ჩვენი ბუნების ნაწილი. არ არის ის ჩვენი ბუნების ნაწილი, ის ღმერთია. ის იმდენად არის ჩვენთან და ჩვენი რამდენადაც მას უნდა ეს გასაგებია და ჩვენც გვინდა ეს და ჩვენი ცხოვრების წესით მას უფრთხილდებით. მოთმინებით გავლილი ცხოვრება ჭირდება მას, რომ მოთმინებით მოჭიმული სიმივით, რომ არასოდეს უკან არ დაიხიო, ყოველთვის გაურბოდე აი სტაგნაციას, ანუ გაყინულობას, მკვდარ წერტილში ყოფნას სულიერ ცხოვრებაში, რაღაც ესეთი მოდუნებულ მდარე სიტუაციას. ყოველთვის გქონდეს დინამიკა წინ, რომ არასოდეს არ იყო კმაყოფილი ის რაც გაქვს და მუდმივ აი ამ მუდმივის სწრაფით ღვთისკენ ინარჩუნებდე იმ მდგომარეობას, რომ ღმერთი შენგან არ წავიდეს და მადლი არ განგეშოროს. კიდევ ვიმეორებ, რომ თუ მადლი განგეშორა, ყველაფერი დასრულებულია. ყველაფერს დავკარგავთ. და ამის მაგალითები სამწუხაროდ არსებობს. თან მადლის დაკარგვამ არის ის, თქვათ, ვინ სასულიერო პირია, ვინ დიდი ხანი იყო ეკლესიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანმა შეიძლება ნებისმიერ ხარისხში, ნებისმიერ მდგომარეობაში საღვთო მადლი დაკარგოს. მათ თუ დაკარგავს, ღმერთს ვეღარ ხედავს. და ვეღარ ხედავს ის ვერც საკუთარ თავში ღმერთს, ვერც სამყაროში ვერ ხედავს ღმერთს და რას თავარია ეკლესიაში ვეღარ ხედავს ღმერთს.